რუსთავში გენდერის მედია ცენტრი გაიხსნა, რომელიც ბიზნეს ცენტრ სასტუმრო რუსთავის შენობაში ფუნქციონირებს. გახსნის ცერემონიას სამხარეო ადმინისტრაციის, ცესკოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწნენ. ცენტრების გახსნის მიზანია მოხდეს არჩევნებში ჩართული მხარეებისა და მოსახლეობის ინფორმირება გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკურად გაძლიერების მექანიზმების მნიშვნელობის შესახებ. ცენტრი ასევე დახმარებას გაუწევს საკრებულოს ქალ წევრებს, ლიდერ ქალებს და გენდერულ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზებასა და მედიასთან ურთიერთობაში. გენდერის მედია ცენტრები საქართველოს 8 ქალაქში გაიხსნება. ცენტრებს რეგიონში მოქმედი წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლები უხელმძღვანელებენ. ჩვენი სურვილი არის, რომ უფრო აქტიურად იყოს გაშუქებული მედიაში და წარმოდგენილი გენდერული პრობლემები და უფრო იყოს სრულფასოვნად წარმოდგენილი. მოგეხსენებათ, გენდერის პრობლემები საქართველოში ძალიან ბევრია. ჩვენი ცენტრის ფუნქცია იქნება ასევე გქონდეს კავშირი და დააკავშიროს ერთმანეთთან პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თვითმმართველო ორგანოები და საერთაშორისო ორგანოები, რა თქმა უნდა. ანუ პროექტის სახელი არის ერთ-ერთი გენდერული თანასწორობისთვის და ჩვენ სწორედ ეს არის მიზანი, რომ ყველა ერთად გავერთიანდეთ იმისათვის, რომ გენდერის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში იყოს აღმოფხრული. ძალიან კარგია, რომ რუსთავს შეემატა ესეთი ცენტრი, რომელსაც შეიძლება რომ გარკვეულწილად კონსოლიდაცია გაუწიოს ყველა იმ დაინტერესებულ მხარეს, რომელსაც შეიძლება გენდერთან დაკავშირებულ პრობლემებთან დაკავშირებით საკუთარი წვლილი შეიტანოს. მნიშვნელოვანია ეს დისკუსიები, რომლებიც ალბათ გაიმართება აქ და მნიშვნელოვანი იქნება ეს პრაქტიკული საქმიანობები, რომელსაც ეს ცენტრი გააკეთებს.